მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვესმოდა სხვადასხვა შეთითხნილი ბინძური ბრალდებები გიორგი გახარიას მისამართით, თითქოს მისი უშუალო გადაწყვეტილებით ადამიანების დასახიჩრება მოხდა, ადამიანების დაზიანება მოხდა, ფუნდამენტური უფლებების დარღვევა მოხდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ გიორგი გახარიას კონკრეტულ ქმედებას ან გადაწყვეტილებასა და იმ შედეგს შორის, რაც სხვადასხვა ადამიანის მიმართ სხვადასხვა სახის მძიმე სახის დაზიანებაში გამოიხატა, არანაირი პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი არ არსებობს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას ქართული პროკურატურაც კი ვერ ედავება, რომ მან რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება გასცა. მეტიც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, სადაც 161 პარაგრაფში პირდაპირ შავი თეთრზე წერია, რომ გიორგი გახარიას და მის მოადგილეებს კინეტიკური ზემოქმედების ჭურვების რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუციათ. შესაბამისად, თუ ადამიანს მიღებულა ვინ გასცა ბრძანება? ხო, ეს არის კითხვა, რომელზეც წლებია ველოდებით პასუხი. გავიგე. ეს არის შეკითხვა, რომელზეც პასუხი გაეცემა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ საქმესთან მიმართებით არა შეკვეთილი მართლმსაჯულება განხორციელდება გიორგი გახარიასთან მიმართებით, რომელიც პოლიტიკური დევნის მსხვერპლია და პოლიტიკურად დევნილობაში რო იმყოფება, ეს თითიდან გამოწვეული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის შეფასება კი არ არის. დღეს ევროპარლამენტმა პირდაპირ თქვა, რომ პოლიტიკური სისტემის სამიზნე არის გიორგი გახარია, რომლის მიმართაც ორჯერ ფიზიკური თავდასხმა განხორციელდა და რომ მის მიმართ ორი შეკვეთილი მართლმსაჯულების საქმეები მიმდინარეობს და ის პოლიტიკურ დევნილობაშია დღეს. ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში მესმის შეიძლება ბევრი ინტერესი არსებობდეს 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა გიორგი გახარიას ადვოკატი არ არის ის ადამიანი, რომელმაც ობიექტური ჭეშმარიტება უნდა დაადგინოს ამ საქმესთან მიმართებით 20 ივნისს. მე ვიცავ გიორგი გახარიას ინტერესებს, რომელიც არის აბსოლუტურად უდანაშაულო ამ საქმეში. მე შეგახსენებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას შევახსენებ, რომ ამ საქმეში არის საიდუმლოების რეჟიმში ჯერ კიდევ დატოვებული მასალები, რადიოსადგურის ჩანაწერები, რაზეც საუბარია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაში და სახალხო დამცველის დასკვნაში, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, პირდაპირ შემიძლია ასე ვთქვათ, გიორგი გახარიას უდანაშაულობას, თუ არაფერი არ აქვს დასამალი პროკურატურას, შეუძლია ამ ჩანაწერებს გრიფი მოხსნას და ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისთვის. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც მინდა დღეს ვთქვა, პირდაპირი ფორმით დაადასტურა, ვციტირებ დღეს ქალბატონმა მაია გომურმა, რომელსაც მძიმე დაზიანებები აქვს, მე რა თქმა უნდა მიღებული და ეჭქვეშ არავინ არ აყენებს, რომ მას ეს დანაშაული შედეგად აქვს მიღებული. ეს დაზიანებები მისთვისაც არ იყო ალბათ მარტივი, რა თქმა უნდა არ იქნებოდა დღეს იმ დღის გახსენება და ისეთი სიზუსტის აღწერა, როგორც აღწერა, მან თქვა პირდაპირ ვციტირებ, რომ ის დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუწია. მას არ დაუნახავს გიორგი გახარია ველზე და არც რაიმე ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარია რაიმე ფორმით მონაწილეობდა ასეთი ტიპის ბრძანების გაცემაში. ეს მითი ჭყალებში, რა თქმა უნდა, ესე რომ ვთქვათ, გასაშავებლად მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რათა წლების განმავლობაში ვისმენდით, ფაქტობრივად არის ჩამონგრეული. ეხლა ერთადერთი შეკითხვაზეა პასუხი გასაცემი, რეალურად ვის კისერზეა და ვის პასუხისმგებლობაზეა ამდენი ადამიანის დასახელება. ბერდია, სწორად გამიგეთ. ვიდრე ამ კითხვას პასუხი არ გაეცემა, მანამდე ყოველთვის ექნება პროკურატურასაც და ქართულ ოცნებასაც ინტერპრეტაციის საშუალება 20 ივნისის საქმეზე. ინტერპრეტაციის საშუალება შეიძლება გქონდეს, მაგრამ ობიექტური რეალობა არის ის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება არსებობს, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუწია და შედეგს ედავებოდე მას, რომ დაზიანებული ადამიანები არის მისი რაიმე ქმედების ან უმოქმედობის კონკრეტული პირდაპირი შედეგი, ეს არის აბსურდი. ეხლა თუ არ გვინდა ამ სიმართლეს გაუსწოროთ თვალი, ეს სხვა პოლიტიკური ინსინუაციების შესაძლებლობას აჩენს. ფაქტია, რომ გიორგი გახარია არის უდანაშაულო, 20 ივნისის საქმეზე გამოძიება, რა თქმა უნდა, ბოლომდე არ არის მიყვანილი და ამ საქმეს ჭირდება ობიექტური გამოძიება და ბოლომდე მიყვანა. ოღონდ ეს უნდა განხორციელდეს რა ოცნების ხელისუფლების პირობებში, რომელიც შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულებით არის დაკავებული გიორგი გახარიას და სხვა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, არამედ ობიექტური გამოძიების პირობებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არიან თავისუფლები და რეალურად არ ემორჩილებიან, არ ექვემდებარებიან პარტიულ თუ სხვა სახის რაიმე ზეგავლენას. ეს არის მოცემულობა.
გიორგი გახარია რომ უდანაშაულოა, მე ამაში ეჭვი არ შემპარვია არც 2019 წლის 20 ივნისს და არც დღევანდელი მოცემულობით 2026 წლის 17 ივნისს არ მეპარება ეჭვი. რაც უფრო მეტი დრო გავაზალ, მით უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდება ამაში. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მივცეთ დროს დრო და აუცილებლად ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებითაც, ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებითაც და ბევრი ბნელით მოცულ საქმესთან დაკავშირებითაც, რომლიდანაც გამოძრომას ცდილობს დღეს ოცნების ხელისუფლება და პოლიტიკური განტევების ვაცაც ცდილობს წარმოადგინოს გიორგი გახარია სხვადასხვა საქმესთან მიმართებით. ერთია მე მინდა კითხოთ იმ კორუფციულ სკანდალებზე, რაც აი ბოლო პერიოდში თითქმის ყოველ დღეს ხდება ქართულ ოცნებაში, ნუ თავად ხეთქავენ, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი ანუ ისევ მათ ურტყავს ეს სკანდალები, ხო? იმიტომ რომ აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ მთელი სისტემა ზევიდან დაწყებული, ქვედა ეშელონებით დასრულებული კორუფციაში არის ჩაფლული. აი ახლა რკინიგზის სკანდალი ვნახეთ ჩვენ, სადაც ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა რკინიგზას, 17 მილიონი, მხოლოდ ერთ ეპიზოდზეა საუბარი, 17 მილიონი აქვს აღებული და მასთან ერთად დაკავებულია რამდენიმე პირი, ხო? მანამდე იყო კიდევ უფრო გახმაურებული საქმეები, უმაღლესი თანამდებობის პირები ციხეში არიან კორუფციის ბრალდებებით. რა ხდება? ანუ ერთის მხრივ ქართული ოცნება იმიტაციას აკეთებს, რომ კორუფციას ებრძვის, მაგრამ რეალურად ხო საკუთარ თავს აზარალებს ამით, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ მთელი სისტემა კორუფციაშია ჩაფლული. რაც მეტი საქმე ამოტივდება კორუფციული, მით უფრო მეტად წმუნდება საზოგადოება, რომ მთელი სისტემა არის კორუფციით გაჟღენთელი. ხო, მნიშვნელოვანი აქცენტია ზალ, რა თქმა უნდა, აქ ცალკეულ კორუფციულ ეპიზოდს არ შეიძლება მივაქციოთ ყურადღება, ხო? ანუ ფაქტია, რომ თავად ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებით, სხვადასხვა გამოძიებით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით, თავად დადასტურებენ ამ პრობლემის სისტემურობას, მაშინ, როდესაც თავად ირაკლი კობახიძეც, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე იყო, იწონებდა თავს სხვადასხვა რეიტინგებით, სხვადასხვა მაჩვენებლით, რომ კორუფციასთან ბრძოლის, ესე რომ ვთქვათ, სტატისტიკით მოწინავე ქვეყანა ვიყავით, მაგრამ მოცემულობა იყო სხვა. მეცაც გაგახსენებთ, მასთან დებატებში რო ვიყავი, გავახსენე კიდევაც, ის იყო ადამიანი, რომელმაც უშუალოდ ჩააგდო კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის ინიციატივა ჩვენი პოლიტიკური გუნდის. როდესაც ვსაუბრობდით, რომ ქვეყანაში არსებობდა კოლ-ცენტრები და მას ფარველობდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ეხლაც მახსოვს, რომ მისი ცინიკური დამოკიდებულება საპარლამენტო დარბაზში რო აფასებდა ამ პროცესს. თქვენ გახსოვთ, რომ თავად ირაკლი კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ნათია თურნავასთან ერთად არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ფაქტობრივად კილერს ამ დადასტურებულად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კილერს, რომელიც ორგანიზებული კრიმინალის ფარველი იყო ამ ქვეყანაში, ფაქტობრივად ამ კრიმინალით მოპოვებულ ფულზე მისცეს წოდომა, როდესაც სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა მისცეს. ეხლა გაურბის ამ პასუხისმგებლობას, ხო, კობახიძე? ეს არის პოლიტიკური ამიტომ არაფერი არ იცვლება. პრობლემა ცალკეული ეპიზოდი კორუფციული დანაშაული ან სამოხელეო დანაშაული კი არ არის. პრობლემა არის კორუფციული მართვის სისტემა, რომელიც ნიშნავს პოლიტიკური ძალაუფლების, ეკონომიკური დოვლათის ამ ქვეყანაში და სახელმწიფო ინსტიტუტების პირთა ვიწრო ჯგუფის მიერ გამოყენებას. და ეს ვიწრო ჯგუფი სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა დროს იცვლება ხოლმე, ხო? თავარი არის ერთი ოჯახი, რომელიც მაფიოზური სისტემით აზის ამ ქვეყანას და იქ გარშემო მისი გავლენის სფეროები გადანაწილებული აქვს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებზე თუ სხვადასხვა გავლენის ჯგუფებზე. აი ამ გავლენის ჯგუფებს შორის ძალაუფლების ტრანზიციის გადაბარების პროცესია, რასაც ახლავს ხოლმე ეს პროცესები, გვერდითი მოვლენები, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, ვიღაცისთვის მურუსიძის სასამართლოთი საქმის გარჩევა, ვიღაცისთვის ქუჩის სასამართლოთი საქმის გარჩევა და ესე გადანაწილება ამ პროცესის ნაშთების, შავი სალაროსი, თეთრი სალაროსი, ძალაუფლების ფორმალური თუ არაფორმალური გავლენების და თანამდებობების. აი ამ რატომ წირავს ივანიშვილი ერთ დროს მის ერთგულ ადამიანებს? მე ვფიქრობ ძალიან მარტივად არის აქ კლასიკურ ავტოკრატიასთან გვაქვს საქმე, როდესაც შენი პოლიტიკური ოპონენტის განადგურება, რომ თითქმის უკვე მიყვანილი ყავს ბოლომდე შენ საქმაში, იქ უკვე განსაკუთრებით ასეთ პერიოდში, როდესაც უკვე მრავალი წელია ხარ ხელისუფლებაში, ეჭვენობას იწყებს საკუთარი თანაგუნდელები. ყველა დიქტატორმა ეს გზა გაიარა, ყველა ავტოკრატმა ეს გზა გაიარა, როდესაც გარეთ საბრძოლელი აღარ დაგრჩა უკვე შენს პოლიტიკურ ოპონენტებთან შენ საქმეებში, უკვე იწყებს შიდა ეჭვიანობას და ხომ არ მოიპოვა შენს პოლიტიკურ გავლენის სფეროში რომელიმე ადამიანმა, ან პოლიტიკურმა გუნდმა, ჯგუფმა იმ ტიპის ფულადი რესურსები ან ზეგავლენა პოლიტიკური, რომ ეს შეიძლება პირდაპირ საფრთხე იყოს შენთვის.
და აი ამაში დაარწმუნა როგორც ჩანს იმ პოლიტიკურმა გუნდმა, რომელიც დღეს მას ყავს ხელდასმული თანამდებობაზე, რომ ეს ჯგუფები იყოს საფრთხე მისთვის და აი ამის განეიტრალების პროცესს ვადევნებთ ხო თვალს. ეხლა ფუნდამენტურად კორუფცია არ ამგონია ივანიშვილისთვის რომ რაღაცა მიუღებელი და იყოს მისთვის და რაღაცა მის მორალურ იმას ხედვას ეწინააღმდეგებოდეს. ძალიან კარგად იცის ამ სისტემიდან არის გამოსული რუსეთშიც ძალიან ბევრი უნახავს ასეთი მაფიოზური კრიმინალური ესე რომ ვთქვათ კორუფციული სისტემა, ამიტომ მისთვის უჩვეულო ამ მართვის სისტემაში არაფერი არ არის, უბრალოდ პოლიტიკურად შესაძლოა ხიფაც ხედავდეს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფ შორის, ჯერ ერთზე აკეთებს აქცენტს, მერე მეორეზე აკეთებს აქცენტს და ამ პოლიტიკური ჯგუფების ერთმანეთთან ბრძოლით საზრდოობს, ხო? რაც უფრო ქაოსს დათესავ, რაც უფრო ერთმანეთს დააპირისპირებ, მათ შორის შენს პოლიტიკურ დაქვემდებარებაში მყოფ პოლიტიკურ ჯგუფებს, მით უფრო დიდხანს იქნება შენი ძალაუფლება, იმიტომ რომ ამ ადამიანებს გაერთიანების რესურსს თუ არ მიცემ ერთმანეთთან, შენი პოლიტიკური ძალაუფლების საფრთხე არ დადგება არასოდეს. ზუსტად ამ მოდელით მართავს დღეს ივანიშვილი, მაგრამ აუცილებლად დადგება ამ ქვეყანაში ის დღე, როდესაც ავტოკრატია დასრულდება ამ ქვეყანაში და მათ შორის ყველაზე დიდი ესე რომ ვთქვათ ისტორიულ მაგალითებსაც რო გადავალოთ თვალი, ყველა შემთხვევაში ავტოკრატიები ყოველთვის მარცხდებიან, როდესაც შიდა ბრძოლებს იწყებენ, შიდა კლანურ გარჩევებს იწყებენ და ეს არის ხოლმე პირდაპირი ნიშანი, პირდაპირი ინდიკაცია იმისი, რომ რეალურად ავტოკრატიული რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესს ვადევნებ თვალს და ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა.